უთანხმოების ახალი ფაზა ოპოზიციურ ფლანგზე ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის განცხადებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. წითლიძეს ბარიარ გადალახული დანარჩენი ოპოზიციური ძალების მიმართ კითხვები და პრეტენზიები აქვს. შეკითხვები ეხება არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებასა და იმ საკითხებს, რის გამოც ყოფილ მმართველ პარტიას სხვა პოლიტიკურ აქტორებთან უნდობლობა და ეჭვები აქვს. შეკითხების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები არიან. თემებზე, რაზეც როგორც ირკვევა ოპოზიციის შიგნით დღემდე ვერ თანხმდებიან. კამერებთან ღიად საუბრობს წითლიძე და პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის ელექტორატის წართმევას ცდილობდნენ. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდეც და შემდეგაც ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, თუმცა ყველა მცდელობა და ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. რა საკითხებზე ვერ თანხმდება ოპოზიციური სპექტრი და რა ფაქტორები უშლის ხელს ერთობის მიღწევას? თათია ტაბეშაძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. თათია. საათნახევრიანი გადაცემა შეიძლება დასათაურდეს როგორც ოპოზიციის მამხილებელი ინტერვიუ, რაც გარკვეულწილად პასუხცემს შეკითხვას, რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია ამ დრომდე. ფაქტობრივად ოპოზიციურ ფიგურებს შორის არ არის სანდოობა. აქამდე თუ კითხვის ნიშნები ძირითადად გიორგი გახარიას მიმართ ჰქონდათ, ახლა მის გვერდით სახელდება ნიკა გვარამია და მისი გუნდი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და პირველი ოპოზიციური პირველი ადგილი მიიღო მან არჩევნებში. მანამდე კი მთელი 12 წლის განმავლობაში ეს ადგილი ყოფილ სახელმწიფო პარტიას ეკავა. სწორედ ამ პარტიის წევრს ანა წითლიძეს ეჭვები აქვს გვარამია მელია გირჩი დროას თავარი დამფინანსებლის ნიკა გილაურის და ქართულ ოცნებასთან მისი ფარული კავშირების შესახებ. წითლიძემ სავარაუდოდ ამავე გუნდზე გააკეთა მინიშნება, როდესაც თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების გადაბირებას ცდილობდნენ. მან გულისხმობა გამოხატა ოპოზიციური მედიების და არასამთავრობო სექტორის მიმართაც კი პარლამენტში მანდატების გაუქმების საკითხს რაც შეეხება, რაც რეალურად პარტიების დაფინანსების გარეშე ტოვებს, ირიბი პასუხებით უპასუხა მან და ემოციურ ნიადაგზე მიღებულ გადაწყვეტილებად შეაფასა. საერთოდ მიაჩნია, რომ ოპოზიციის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის და მოსახლეობას ოპოზიცია არასწორ მოლოდინებს უქმნის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის როლთან დაკავშირებითაც. ყველაზე მწვავე ბრალდება კი კოლეგა ოპოზიციონერების მიმართ არჩევნების მტკიცებულებების ვერ შეგროვების საკითხს ეხება. ვინმე გააკეთა არჩევნებზე რა მოვიდა, რა მოხდა საერთოდ მაგის ანალიზი? რომელიმე რაღაც დებილურ 2 საათიან პრეზენტაციებს რო განახებდნენ ხოლმე და ის ცესკოს ოქმები რო ქონდათ ახლებს მიტანები რო ეგონათ ის ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რო იყო და რო ეგონათ რო ეგ იყო გაყალბების მასალები. ვინმე არ არის გაკეთებული ამ ქვეყანაში ანალიზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან რა უქნა ბიძინა მათ არჩევნებზე? არიციან აზრზე არ არიან. ამიტომ ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ისო მაგას გაუკეთებს ბიძინა. ცხადია დავინტერესდით, რამდენად ეთანხმებიან ანა წითლიძეს პირველ რიგში მისივე თანაპარტიელები ნაციონალური მოძრაობიდან. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა საკითხზე კომენტარი და მისი შინაარსით წითლიძის განცხადებების მსგავსად მწვავე ნამდვილად არ ყოფილა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არსებობდა და დამტკიცება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია. დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიდან კი ან თავს იკავებდნენ საკითხზე კომენტირებისგან, ან სარკაზმით პასუხობდნენ. ირონიული იყო ქართული ოცნების შეფასებებიც, საიდანაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციას შეეგუონ 26 ოქტომბრის არჩევნებში განცდილ მარცხს. ის რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევას კონსტიტუციური ფუნდამენტური პრინციპების, როგორც არის ფარულობა და საყოველთაობა, დამტკიცებულია არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, არამედ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც გახდა საფუძველი იმის, რომ ამ რეჟიმს არ აქვს საერთაშორისო აღიარება. ანა წითლიძე ამბობს, რომ არა თუ ეს, რასაც თქვენ ამბობთ, არა თუ გაყალბების მასალები, არამედ ოქმები იყო და მაშინ თქვენს კითხვას უპასუხეთ, სხვა კოლეგებსაც წითლიძე არ არის ჩემი საკომენტარო. მადლობა. ძალიან კარგი ანალიზი მაქვს გაკეთებული, შეუძლია ანა წითლიძეს მოვიდეს და მოუყვები რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება. ეს არის აღიარება ნაცმოძრაობის მხრიდან იმის, თუ როგორ ცდილობდა არა ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია, არამედ თვითონ ნაცმოძრაობა ამ ყველაფრის გაყალბებას. რა თქმა უნდა, ორჯერ 4-ია, როდესაც ამდენი წარმომადგენელი ყავს ყველა
ხმოვანზე, ოპოზიციურ პარტიას და შენ თვითონ საკუთარი თვალით აკვირდები არჩევნებს და იქ არანაირ დარღვევას ვერ პოულობ და ამის შესახებ არ აცხადებს, შემდგომ უკვე როცა დასხდებიან, კარგად მოიაზრებენ, დაგეგმავენ და აღმოჩნდება, რომ არანაირი ხელშესახები არ გაქვს და რაღაც მელნის გაჟონვას ზე დაამყარებს შენს პოლიტიკურ დივიდენდს, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი დასრულდება. იმით ის დასრულდა და ეს აღიარებები კიდევ გაგრძელდება. არ მეგონა თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ ვეთანხმები ქალბატონ ანაწითლის. ეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური ნაცმოძრაობა ალბათ მეტ აგრესიას თხოვს და მეტად რომ როგორმე გაამძაფროს მდგომარეობა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, რაც არ გამოსდის და ამიტომ მას უწოდებენ საქმიანობას. ესეც ჯაშუშის ბედია, როდესაც ჯაშუში ვერ ასრულებს საკუთარ დავალებას, შემდეგ ამას ივიწყებენ. სანამ ეს ადამიანები არ დაანებებენ თავს ჩვენი ქვეყნის ჩამონგრების მცდელობებს, მანამდე იქნებიან დამარცხებულები. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გირჩი მეტი თავისუფლება დატოვა სამმა წევრმა, ცოტნე კობერიძემ, ბადრი გრიგალაშვილმა და ბორის ჩელეყურუამ. ისინი უკმაყოფილოები არიან პარტიის ბოლოდროინდელი პოლიტიკით და იქ საკუთარ ადგილებს ვეღარ ხედავენ. მაყურებელს შევახსენებ, რომ გირჩი მეტი თავისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია ცვლილების სახელით მონაწილეობდა გვარამია მელია ხოშტარიას პარტიებთან ერთად. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ოპოზიციურ ფლანგზე არსებული უთანხმოების შესახებ.